10 მარტიდან პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის საბჭო გაუქმდება და მის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი შეიქმნება, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში გადავა. სიბს პარლამენტიდან ბიუჯეტის გადახვება და ჰერალდიკის საბჭოს თანამშრომლებიც კონკურსის გარეშე გადაინიშნებიან. ცვლილება ეხება პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც, რომელიც სიპი გახდება და პარლამენტის ნაცვლად კულტურის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმუშავებს. ბიბლიოთეკას პარლამენტიდან მისთვის კუთვნილი ბიუჯეტი ექნება. კიდევ ერთი სიახლე პარლამენტის კვლევით ცენტრს ეხება 10 მარტიდან კვლევითი ცენტრის გაუქმება იგეგმება და თანამშრომლებს სამთვიანი კომპენსაცია გადაეცემა. ცენტრის ფუნქციას პარლამენტის აპარატი შეითავსებს. რეგლამენტში და რამდენიმე კანონში შესაძლებლობების საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა და დაგეგმილი ცვლილებების საჭიროებები განმარტა. ყველგან არის შეასაკ სამინისტროს სამართლის სუბიექტი. არც საერთაშორისო პრაქტიკაში არის ადმე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა იყოს პარლამენტთან, ან ჰერალდიკის საბჭო იყოს პარლამენტთან, ყველგან ევროპას თუ შევხედავთ, ყველგან ეს არის აღმასრულებელი ფუნქცია. შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს უწყებრივი კოორდინაციის ქვეშ, როგორც ეს არის ევროპის უმეტეს ქვეყანაში. ჰერალდიკის საბჭოც ასევე შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი, რომელიც მთავრობის კოორდინაციის ქვეშ იქნება. რაც შეეხება კვლევით ცენტრს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით 2019 წელს შეიქმნა ახლახან და მისი იდეა ცალკე იურიდიულ პირად ყოფნისა იყო, რომ დამატებითი დაფინანსება მოეზიდა და გარე კვლევები ეწარმოებინა. ეს პრაქტიკაშიც ვერ რეალიზდა იმ მასშტაბით, რაც იყო ჩაფიქრებული და ამისი საჭიროებაც პარლამენტს არ აქვს. უბრალოდ მეტი საჭიროებაა, რომ პარლამენტი თავის კვლევებზე იყოს კონცენტრირებული, ამიტომ აქაც საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ არსად ევროპაში, რაც შევისწავლეთ მაგალითები, ცალკე იურიდიულ პირად რაღაც ესე ვთქვათ, ესეთი კვლევითი დაწესებულებები პარლამენტს არ აქვს.